სპორტის სასახლეში ირანელი მომღერლისა და DJ ალიგატორის ერთობლივი კონცერტი გაიმართა. შოუს ელემენტებით გაფორმებული კონცერტი 3 საათს გაგრძელდა. სტუმრებმა საქართველო უკვე დატოვეს. ცნობილი სიმღერის ბორა ბორას შემსრულებელმა არაშმა ქართველი მსმენელისთვის სპორტის სასახლეში იმღერა. საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტი იყო და შთაბეჭდილებებიც დადებითი აღმოჩნდა. გამარჯობა, ჯორჯია. აქ ვარ ჩამოსული ჩემ ლაივ ბენდთან ერთად, რომელიც შედგება 13 ადამიანისგან. იმედი მაქვს ჩვენი ერთ შოუს მოვაწყობთ. ძალიან მომწონს აქაურობა, განსაკუთრებით მთები, რომელიც ჩემს სამშობლოს მაგონებს. საკუთარ სახში ვუზნობ თავს. არაშის სიმღერები ევროპის MTV-ის ტოპ ათეულების ლიდერია და მისი ალბომების მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყიდება. ირანისა და სპარსული კულტურის პატივისცემის ნიშნად სიმღერებს მხოლოდ მშობლიურ ენაზე ასრულებს. ქართველი მსმენელის წინაშე კი DJ ალიგატორთან ერთად წარდგა. Blow my whistle, bitch. Blow my whistle, bitch. Blow my whistle, bitch. ძველი ჰიტებიდან თითქმის ყველა სიმღერა შევასრულე. ხოლო ახალი ალბომიდან მხოლოდ 2-ს. საქართველოზე მართალი გითხრათ მსმენია, თუმცა ვერ მოვასწარი ქალაქში გასვლა და დათვალიერება. იმედია წასვლამდე აუცილებლად გამოვნახავ დროს ამისთვის. 3 საათის განმავლობაში სპორტის სასახლის სცენაზე არაში და DJ ალიგატორი ერთმანეთს ცვლიდნენ. კონცერტის დასკვნით ნაწილში კი ერთობლივი კომპოზიციები შეასრულეს და საქართველო გუშინ ღამით დატოვეს.